როსტევანისა და ავთანდილის ნადირობა. ადრე დილით მოვიდა სასახლეში ავთანდილი. იგი ნაზარდის ოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ ბადახშოსანი. ოქრომკედით ნაქარგი მოსახვევი მოეხვია, წელი ხმლით დაემშვენებინა, თეთრ ტაიჯზე ამხედრებული მეფეს ეყოდებოდა. როსტევანი მოიგაზმა, ცხენზე შეჯდა და გამოვიდა. სანადიროდ გაეშურნენ. ურიცხულ აშქარს ველი დაეფარა, ზეიმობდნენ, ჟრიამულდნენდნენ. ვცელ მინდორს ირგვლივ შემორტყმოდნენ. ხელმწიფემ 12 მშულდოსანი იხმო და უბრძანა. თან გამოგვყევით და შვილთსა ფიცხელსა მოგცემდით, ისარსა მრგვალთა. ნასროლი დათვალეთ და ნაგრავი შეადარეთო. მარეკეებმა ნადირი მორეკეს, მინდორს ყოველი მხრიდან უთვალავ ჯოგად მოაწყდა ირემი, თხა და კანჯარი, ქურცი კი მაღლა მხულტომელი. მას პატრონ ყმანი გაუხდნენ, ჭვრეტად მცა სჯობდა რომელი. აჰა, მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი. როსტევანი და ავთანდილი მარჯვედ დაერივნენ ნადირს და მუსრს ავლებდნენ. მათგან დაჭრილი მხეცი წინ ერთ ნაბიჯსაც ვეღარ დგამდა. ველი წითვად შეეღებათ, თავადაც ნადირთა სისხლში მოსვრილიყვნენ. მათი ცხენების ნატერფალთაგან ამდგარი მტვრის კორიანტელი მზეს აბნელებდა. ავთანდილის ახოვანებით მოხიბლული მჭვრეტელნი ჭაბუკს, ალვას, ედემის ხეს ამსგავსებდნენ.